მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი. მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივნისის ტაროსკოპს კირჩხიბებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების 7-იანი, ივნისი თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს მრავალფეროვან არჩევანს, ოცნებებს, ილუზიებს და შესაძლებელია გარკვეულ ბუნდოვანებასაც. გექნებათ პერიოდი, როდესაც თქვენს წინაშე ერთდროულად რამდენიმე მიმართულება, შემოთავაზება ან იდეა გადაიშლება, თუმცა ყველა მათგანი არ იქნება რეალური და საიმედო. შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი, რომ მოწყდეთ რეალობას, სასურველი გაასაღოთ რეალობად, რაც ბუნებრივია ზრდის შეცდომების დაშვების რისკს. ამ ბარათის ენერგია მიგითითებთ, რომ თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება ემოციური მობილიზება, შეეცადეთ არ აყვეთ ზედაპირულ მაცდურ წინადადებებს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საქმეში. მთავარია შეძლოთ ილუზიების გაფილტვრა, მოიხსნათ ვარდისფერი სათვალეები და დაინახოთ მოვლენები ისეთად, როგორიც არის სინამდვილეში. ეს ფონური ენერგია მთელი თვის განმავლობაში შეგახსენებთ, რომ არჩევანის გაკეთებისას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე და საღი აზრი გჭირდებათ, რომ არ დაკარგოთ თქვენი ძვირფასი დრო და რესურსები ფუჭ მოლოდინებზე. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მერვე მაღალი არკანი ძალა. პირად ცხოვრებაში ეს ბარათი მიგითითებთ, რომ ივნისში მოგეთხოვებათ შინაგანი სიმტკიცე, მოთმინება, სიბრძნე და საკუთარი ემოციების და ვნებების მართვა. ეს არ არის უხეში ფიზიკური ძალის ბარათი, ეს არის სულიერი სიმტკიცის, დიპლომატიის და ასე ვთქვათ დაყბავების მეშვეობით სიტუაციის დამორჩილების ენერგია. თქვენ გექნებათ უზარმაზარი რესურსი, რომ ნებისმიერი დაძაბულობა ან გაუგებრობა პირად სფეროში სიყვარულითა და შინაგანი წონასწორობით დაარეგულიროთ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების 6-იანი. თუ უკვე იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, ივნისი თქვენს კავშირში გამარჯვების, აღიარების და საერთო წარმატების ენერგიას შემოიტანს. შესაძლებელია ერთობლივად გადალახოთ რაიმე რთული ეტაპი ან კრიზისი და თავი გამარჯვებულად იგრძნოთ. პარტნიორულ სფეროში ასევე იგრძნობთ ჰარმონიას, სიამაყეს ერთმანეთით და გარშემომყოფების მხრიდან თქვენი წყვილის მიმართ არსებულ, ასე ვთქვათ, აღფრთოვანებას. ერთმანეთის მიმართ გამომავლენთ დიდ პატივისცემას, მხარდაჭერას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს თქვენს კავშირს. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, მონეტების 8-იანი. ამ პერიოდში თქვენ უფრო მეტად იქნებით ფოკუსირებული საკუთარ თავზე, პირად განვითარებაზე, შინაგან მუშაობაზე. ეს ბარათი მიგითითებთ, რომ ამ პერიოდში აქტიურად იმუშავებთ საკუთარი ცხოვრების ან ძველი ემოციური წყენების გადამუშავებაზე და დაიწყებთ თქვენი მომავლის ნაბიჯ-ნაბიჯ შენებას.
ამ პერიოდში არ იჩქარებთ ურთიერთობაში გადასვლას, არამედ შეეცდებით სკრუპულოზურად შეარჩიოთ, ვინ იმსახურებს თქვენს გვერდით ყოფნას და სწორედ ეს გონივრული, დაფიქრებული მიდგომა დაგეხმარებათ, რომ მომავალში შექმნათ ძალიან მყარი და ხარისხიანი საფუძველი ჯანსაღი ურთიერთობებისთვის. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვირდებათ ივნისში საქმიანი სფერო, კვერთხების 7-იანი, ამ პერიოდში იქნებით მოტივირებულები, ენერგიით სავსე, თუმცა შესაძლებელია გამოჩნდნენ კონკურენტები და მოგიწიოთ საკუთარი ინტერესების დაცვა. ასევე შესაძლებელია ბრძოლა მოგიწიოთ თქვენი უფლებებისთვის ან თქვენი მოსაზრებების უპირატესობის დასამტკიცებლად. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ აღიჭურვოთ მოდმინებით, მოიკრიბეთ განბედაობა და მთელი ენერგია მიმართეთ თქვენი სიმართლის დასაცავად. თუმცა ამავდროულად არ დაკარგოთ თავი, შეინარჩუნეთ რაციონალური აზროვნების უნარი და იბრძოლეთ მხოლოდ ღირსეული მეთოდებით. ნუ გადახვალთ თქვენი შინაგანი ზნეობის საზღვრებს. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დაამტკიცოთ თქვენი უპირატესობა და გამარჯვებაც მოიპოვოთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. თასების პაჟი, სამსახურებრივ დონეზე ეს ბარათი თქვენ ცხოვრებაში შემოიტანს ძალიან სასიამოვნო, კეთილგანწყობილ და ემოციურად მსუბუქ ატმოსფეროს, მოსალოდნელია მიიღოთ რაიმე საინტერესო და პერსპექტიული შემოთავაზება, ახალი იდეა ან კოლეგებისგან სასიამოვნო უკავშირი. ურთიერთობები ხელმძღვანელობასთან და თანამშრომლებთან ამ პერიოდში იქნება დამყარებული ნდობასა და სიმპათიებზე. ეს არკანი ასევე მიგითითებთ შემოქმედებითი მიდგომების აუცილებლობაზე, შეგეშინდებათ საქმეში ახალი თუნდაც უჩვეულო იდეების შემოტანის, რადგან ეს თქვენს პროფესიონალიზმს კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის სხვებისთვის. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, კვერთხების 8-იანი, თქვენ ცხოვრებაში მოვლენები ძალიან სწრაფად დინამიურად დაიწყებს განვითარებას. ეს ბარათი მიგითითებთ, რომ ივნისში ძიების პროცესი მკვეთრად დაჩქარდება. შესაძლებელია მოულოდნელად მიიღოთ მაგალითად ზარი, მოწვევა გასაუბრებაზე, ან ერთდროულად რამდენიმე საინტერესო ვაკანსია გამოჩნდეს თქვენს გარშემო. თავარია იყოთ მობილიზებულები, სწრაფად მოახდინოთ რეაგირება ამ შემოთავაზებებზე და არ შეგეშინდეთ მოვლენების ასეთი სწრაფი ტემპის, რადგან სამყარო ახლა გაძლევთ პოზიტიურ მუხტს წინსვლისთვის და მიზნების მიღწევისთვის. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მონეტების 2-იანი, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სისტემატურობა, მიყვეთ უკვე არსებულ გეგმას და იზრუნოთ პროფესიული ავტორიტეტის გამყარებაზე. ბიზნესში ივნისის თვე მოითხოვს თქვენგან დიდ მოქნილობას, მანევრირების უნარს და რამდენიმე საქმის ერთდროულად შეთავსებას. შესაძლებელია მოგიწიოთ რესურსების, პარტნიორების ან ფინანსური ნაკადების მუდმივი დაბალანსება. ეს ბარათი გირჩევთ, რომ არ შეგეშინდეთ ცვლილებების, მიუდექით სიტუაციას მსუბუქად, შემოქმედებითად, გამოავლინეთ ლავირების უნარი და დიპლომატია. სწორედ ეს მოქნილობა დაგეხმარებათ, რომ შეინარჩუნოთ სტაბილურობა და წარმატებით მართოთ თქვენი საქმიანობა ამ პერიოდში. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივნისში, თასების 4-იანი, ფინანსურ სფეროში ამ თვეში შესაძლებელია იგრძნოთ გარკვეული უკმაყოფილება, შესაძლებელია მოგეჩვენოთ, რომ თქვენი შემოსავლები არ არის საკმარისი, ან არსებული მატერიალური მდგომარეობა არ გაკმაყოფილებთ, რაც ერთგვარ პესიმისტურ განწყობილებას შეგექმნით. თუმცა ბარათის სიმბოლიკა მიუთითებს, რომ თქვენ უბრალოდ არ აქცევთ ყურადღებას იმ რეალურ შესაძლებლობებს, იმ შანსებს, რომლებსაც სამყარო გთავაზობთ. ამიტომ გირჩევთ გამოხვიდეთ ამ პასიური მდგომარეობიდან,
ასე ვთქვათ, ნიჰილისტური განწყობილებიდან და კარგად მიმოიხედეთ გარშემო. დაინახავთ, რომ არსებობს გარკვეული ფარული ფინანსური პერსპექტივები თქვენს გარშემო, რომლებიც არის ძალიან ხელმისაწვდომი, მაგრამ გარკვეული განწყობების გამო შეუმჩნეველი გრჩებათ. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ბედის ბორბალი, სამყაროს უმნიშვნელოვანესი გზავნილი და რჩევა თქვენთვის არის, რომ ენდეთ ბედის წერას, იღბალს და მზად იყავით იმ გარდაუვალი პოზიტიური ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში იწყება. ეს არის კარმული დიდი გარდატეხის მაცნე მაღალი არკანი. ნუ შეეცდებით ხელოვნურად შეაჩეროთ მიმდინარე პროცესები, ან ჩაებღაუჭოთ ძველს. ბედის ბორბალი ტრიალებს და ის იწყებს თქვენს აყვანას ახალ გაცილებით უფრო წარმატებულ სიმაღლეებზე. ენდეთ ცხოვრების დინებას, გამოიჩინეთ სიბრძნე, საღი აზრი და თამამად გადადგით ნაბიჯი იმ ახალი იღბლიანი შესაძლებლობებისკენ, რომლებსაც სამყარო თავად გიშლით წინ. ასეთი იყო 2026 წლის ივნისის ტაროსკოპი კირჩხიბებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.